მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო შედარებით პატარა იქნება, ზოგადად განვიხილოთ მეთოდებს, როგორ შეგვიძლია ჩვენი მეთოდები შექმნათ, რა მეთოდები არის, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვისაუბრებთ return-ზე და JavaScript-ის რაღაც პატარ-პატარა ნაწილებზე. კარგი, დასაწყისისთვის შეგვიძლია შექმნათ ახალი სკრიპტი, editor script-ის ფაილი გავაკეთოთ, რომ ამაში ვიმუშაოთ, სახელი ნებისმიერი შეგიძლია დაარქვათ და უკვე ნუ შეგვიძლია ასე რაღაც პატარა გავამზადოთ და დავიწყოთ მუშაობა. კარგი, პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ აი ამ ფუნქციას. რაღაცა run შაშინებული ფუნქცია გვაქვს, რომელიც გვეხმარება, რომ რაღაცები დავტესტოთ, ხო? ამის გარდა, როგორც ვიცით, გვაქვს რაღაცა ready ფუნქცია, გვაქვს ასევე process, physics process ფუნქცია, input-ი, unhandled input-ი და მოკლედ ძალიან ბევრია ასეთი. მაგრამ გარდა ამათ გარდა არის ძალიან ბევრი ფუნქციები, რომლებიც შექმნას ჩვენ მოგვიწევს და მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. პირველ რიგში, აუცილებელი არის, რომ ყველაზე კუთხიდან დავიწყოთ, მაგალითად შექმნათ პირველი ფუნქცია. რომელიც იქნება, ძალიან მარტივი ფუნქცია იქნება. ეს იქნება მაგალითად add ფუნქცია შექმნათ, სადაც მოგვინდება მაგალითად, რომ ამოვაპრინტეროთ მაგალითად 1 + 5 რაღაც. და ეხლა მოდი გავუშვათ ეს ყველაფერი. და რომ გავუშვებთ, არაფერი არ მოხდება. იმიტომ რომ ეს ფუნქცია არსებობს ამ ყველაფრის გარეთ. თუ მინდა რომ ეს ფუნქცია ამ ფუნქციის შიგთავსი რაც არის, ანუ ეს გამოვიძახო, მაგ შემთხვევაში მჭირდება რომ რაღაც ჩაშენებულ ფუნქციაში გამოვიძახო ეს ჩვენი გაკეთებული ფუნქცია. გამოძახება ეგრე ხდება სახელი და ეს ორი ჭრილი აუცილებელია და ამის შემდეგ რომ გამოვიძახო 6 დაიწერება. ეს ჩაშენებული ფუნქციები როგორც ვთქვით არის ამ შემთხვევაში run-ი, უბრალოდ შემთხვევაში არის ready და process ფუნქციები. შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად სხვა ასეთი ფუნქცია. მაგალითად reduce გავაკეთოთ, სადაც შემიძლია რომ ამოვაპრინტერო 900 მინუს, რა ვიცი, 10. და შემიძლია ეს reduce-იც გამოვიყენო, გამოვიზახო და გვაქვს როგორც 6, ასევე გვაქვს -1. თუმცა, აქ ერთი რაღაცა არსებობს, როგორც JavaScript-ში, ასევე ნებისმიერ სხვა ენაში და ეს არის არგუმენტები. კონკრეტულად აი ხშირად შევხვდებით ხოლმე, რომ აი აქ რაღაცა წერია ხოლმე. აი ხშირია ხოლმე, ხშირია რა? ყოველთვის აი process ფუნქციას როდესაც ვწერთ, აქ წერია ხოლმე მაგალითად აი ესეთი delta, რომელიც float-ი არის, ხო? ეხლა ეს რა არის კონკრეტულად? ეგ არის ზუსტად არგუმენტი, რომელიც შემიძლია გადავცე ერთი ნაწილიდან მეორეს. აი მაგალითად აქ მე არ მჭირდება რომ აი ყველა ჯერზე 1 + 5 გავაკეთო. მე მინდა რომ აი სხვადასხვა რიცხვები ავიღო და ეს სხვადასხვა რიცხვები შევკრიბო იგივე პრინციპით. ეხლა ეგ როგორ შემიძლია გავაკეთო? შემიძლია მაგალითად აქ შევწერო ეგეთი რაღაცა. a და b. ანუ ორი არგუმენტი მაქვს a და b, რომლის გამოყენებაც მინდა. და აქ მინდა რომ a-ს დამატებული b იყოს. და ეხლა ეს a და b რა იქნება? ზუსტად ჩემი გადასაწყვეტი არის გამოძახების დროს. მაგალითად პირველ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს 5 და 6. და რომ გამოვიძახებ 11-ია. მეორე გამოძახების დროს შეიძლება ეს იყოს მაგალითად 15, შეიძლება იყოს 30. მეორედ გამოვიძახეთ და 45 მივიღეთ. იგივე არის reduce-ის შემთხვევაში. მოდი a და b-ს მაგიროთ x და y იყოს. აქაც იგივენაირად x და y იყოს. და აქ რო რაღაც გავაკეთებთ, მაგალითად იყოს 15 და 20. და საბოლოო ჯამში -5 დამიწერა. შემიძლია ასევე მეორედ გამოვიძახო და პირიქით იყოს მაგალითად 20 და 10 იყოს. და საბოლოო ჯამში 10 მივიღეთ. აქ რო კიდევ ერთი რაღაცა დავამატო, ეს error-ს ამომიგდებს, იმიტომ რომ ამან იცის, რომ მხოლოდ ორი არგუმენტი არსებობს და ეს მესამე არგუმენტი არის აბსოლუტურად ზედმეტი. თუმცა აი ეს ყველაფერი არ გვაძლევს რაღაცა გარკვეულ ლიმიტაციას, შემიძლია რამდენიც მინდა ეს გავაკეთო. მაგალითად print რო გავაკეთოთ q, თუნდაც q იყოს. და აქ იყოს q. აქ შემიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ეს q იყოს მაგალითად message. ეს message იყოს something. აქაც იგივე შემიძლია გავაკეთო. და დაიბეჭდა როგორც ის, ასევე ესეც.
შემიძლია რომ აი აქ გავაკეთო ეს Q, ეგეც პრობლემა არ აქვს. და აი ეგეთ რაღაც გავაკეთე. -5 something, 10 something. ანუ მაგაზე არანაირი ლიმიტაცია არ არსებობს. ეხლა რა დავაკვირდეთ აი ამ კონკრეტულ ერთ ადგილს. აი აქ გვაქვს void-ი. ეს void-ი რას ნიშნავს? void-ი ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არაფერს არ აბრუნებს. ანუ ეს რაღაც ფუნქცია რო გაეშვება, არაფერს არ აბრუნებს. ეხლა რას ნიშნავს ეგ რაღაცა? ეგ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ფუნქცია რაღაცას აბრუნებს, ზოგიერთი ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. აი ამ შემთხვევაში აი მოდი ხა ამ reduce თავს დავანებებ. მოდი ამებსაც წავშლი ამის გამოძახება არ მჭირდება, აქ მოდი დავაკომენტარებ. ამასაც მოდი დავაკომენტარებ ჯერჯერობით და აი 5 + 6-ზე გავაკეთოთ გამოვხილოთ ყურადღება. მოდი ახლა ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. კონკრეტულად დაბრუნება არის return, აი ეს არის, რომელიც ორი ფუნქცია აქვს და მოდი ახლა ერთ-ერთი ფუნქცია განვიხილოთ აქ. return ნიშნავს დაბრუნებას, ხო? ამან მინდა რომ დააბრუნოს 100 + b. ეგეთ რაღაც მინდა დააბრუნოს. ეხლა აქ შემიძლია მივთითო ეს 100 + b რა შეიძლება იყოს. მოდი მაგის garaში გავაკეთოთ. აბა ეხლა ამას თუ გამოვიძახებ, მე არაფერი არ მოხდება. მაგრამ თუ მე print დაუწერ აქ, print დაუწერ აი აქ. აი ამ შემთხვევაში 11-ს დამებრუნებს. ანუ ამოაპრინტერებს ამის მნიშვნელობას. შემიძლია ცალკე შევინახო მაგალითად var sum. და ეს 3 იყოს, აი ეს. და აი აქ ჩავწერო აი ეს. და საბოლოო ჯამში იგივე შედეგს მივიღებ აბსოლუტურად. ანუ ამის ფუნქცია, ამის მნიშვნელობა არის აქედან დაბრუნებული რაღაცა, შევინახეთ ამაში და ეს 3 ამოვეჭდეთ შემდეგ. ეხლა ნახეთ, აი აქ შემიძლია ჩავწერო ეგეთი რაღაცა. რა ტიპის data მინდა რომ დააბრუნოს ამან. ეხლა აქ თუ ჩავწერ მაგალითად booleans ზემოთ ამომიგდებს truth, ნახეთ? 11 კი აღარ დამიწერა. 11 კი აღარ დამიწერა, true დამიბრუნა. რაც ნუ რეალურად არ არის ის რისი დაბრუნებაც მინდა და ვიცი რომ რაღაცა არასწორად არის, ხო? აქ რო ჩავწერო მაგალითად string-ი დამიწერს error-ს, იმიტომ რომ აქ integer-ები მაქვს მითითებული და string-ი მაქვს ელოდება რომ string-ს დააბრუნებს. ასე რომ არ გამოდის. შემიძლია აქ მივთითო integers, ან float-ი მივთითო, რომელიც უფრო მისაღებია და რომელიც უფრო კონკრეტულია, precise არის და 11 დააბრუნა საბოლოო ჯამში. ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, რაც return-ს გააჩნია. მეორე ფუნქცია არის ის, რომ თუ მაგალითად ეგეთ რაღაცას ვწერ. მოდი შემოვიღოთ ცვლადი, რომელიც იქნება health. რომელიც არის float-ი, რომელიც არის ჯერჯერობით 52. 52. ეგეთ რაღაც გავაკეთოთ, მოდი. Function print მოდი player state. რომელმაც მინდა რომ დააბრუნოს boolean-ი. თუ მინდა void-ი იყოს არ. ამ შემთხვევაში მაგას არ მივაქცევს ყურადღებას. კარგი, მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. If player კი არა, health-ს არ გავაკეთეთ. If health ნაკლებია 50. ბოდიში რომ დავუკვირე, ნაკლებია 50. მაგ შემთხვევაში მინდა რომ კიდე მეტია 0-ზე. მაგ შემთხვევაში მინდა რომ return გააკეთოს. სხვა შემთხვევაში მინდა რომ ამოაპრინტერო. აქ void რატო გავაკეთე? იმიტომ რომ არაფერს არ აბრუნებს. აქ კი return-ი მიწერია, მაგრამ გეტყვით რატო არაფერს არ აბრუნებს. Player is dead. ეხლა ნახეთ. ეხლა ეს რო გავუშვა მე. და ჯერ მოდი გამოვიძახებ ამას. მოდი ამასაც დავაკომენტარებ. გავუშვებ. Player state. ხო ნახეთ, ეხლა გავუშვი და არაფერი არ მოხდა. რატო არაფერი არ მოხდა? ეხლა რატო არ მოხდა? და ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს health მითითებული 50-ია. 50 0-ზე მეტი არის. და აი პირველ
გაუშვა, ხო? ეხლა ეს return-ი ეგეთ რაღაც შვება. რომ აი ამის დაბლა რა წერია, მაგას არ უშვებს. აი ეგეთ რაღაც რო გავაკეთოთ, ნახეთ. print. Print this first. და მეორე რაღაცა რო გავაკეთოთ. This is after return statement. ანუ ამას ამოაპრინტერებს, მაგრამ ამას არ ამოაპრინტერებს, იმიტომ რომ return-ის მერე არის. მოდი შევამოწმოთ. აბა აი, ნამდვილად შეამოწმა health-ი ნამდვილად აქ იყო. ეხლა ჩვენ ხო ველოდებით რომ ჯერ ამას ამოაპრინტერებს, მერე ამას ამოაპრინტერებს. მაგრამ return-ის დაბლა რაც არსებობს, აი მაგის დაბლა არაფერს აღარ შვება. ანუ დაბლა რა კოდიც არის, ამ კოდს მთლიანად აიგნორებს. მათ შორის არის ეს. და დამიწერა კიდევაც, მე მგონი, ნახეთ, unreachable არის, იმიტომ რომ ეს return-ი არსებობს. და შესაბამისად, აი ამის დაწერას არანაირი აზრი არ გააჩნია. თუმცა ამ შემთხვევაში ქონდა აზრი, იმიტომ რომ თქვენ აგიხსენეთ. აი სხვა შემთხვევაში რო გავაკეთებინა, მაგალითად 0-ის ტოლი რო ყოფილიყო, დამიწერდა რომ player is dead. აი ამას გადაახდებოდა რა თქმა უნდა და დაწერდა რომ player is dead. კარგი, მოდი ახლა ამ ყველაფერს წავშლი და ერთ რაღაცას გავაკეთებ, რომელიც, ну, შედარებით საინტერესო არის. ხო, pass, არ ვიცი, ვახსენე თუ არა, მაგრამ pass კი დიდი ალბათობით ვახსენებდი პირველ ვიდეოში. Pass-ის დანიშნულება ის არის, რომ რაღაც ფუნქცია შევქმნათ, ნებისმიერი ფუნქცია, მაგალითად add ფუნქცია რო შევქმნათ. აი ამ ასე თუ დავტოვებთ, ამაზე error-ი მექნება. მაგრამ მე თუ მინდა რომ ეს ფუნქცია არსებობდეს, მაგრამ არაფერს არ აკეთებდა, შემიძლია pass დავწერო და უბრალოდ კოდოდი გადაახტება მაგას და ეგ იქნება სულ. კარგი, მოდი გავაკეთოთ ინსცენირება იმისა, რომ რაღაც გარკვეულ დაის ვაგორებთ, კამათელს ვაგორებთ. მოდი ამოვაპრინტეროთ ეს კამათელის გაგორება. მოდი დავწეროთ rolling a dice. თავიდან მინდა რომ აი ეს გააკეთოს. მოდი result-ი, რომელიც არის integer, იყოს random integer range. საიდან სადამდე? კამათელი არის 1-დან 6-მდე, ხო? და მინდა რომ ამოვაპრინტერო, შემდეგ you rolled a result. მოდი გავუშვებ ამას ახლა და you rolled a 4. ეხლა მოდი აბა რამდენჯერმე მინდა ეს გაგორება. მაგალითად, ვამოწმებთ რაღაცის ალბათობას, ხო? მოდი ერთხელ გავაგოროთ, მეორედ გავაგოროთ. ამას შევგვეცადოთ. ორჯერ აღარ გვჭირდება ეს. კი რა, აღარ გვჭირდება, კი ვერ გავაკეთებთ. სწორად, ერთხელ საკმარისი არის აბსოლუტურად. ესენიც ამჭირდება. აი ეს ორ მონიშნოს ალტით ვაკეთებ. უბრალოდ ალტით მონიშნით. მოდი კიდევ ერთხელ გავუშვებ და აი პირველად გავაგოროთ 6, მეორედ გავაგოროთ 4, მესამედ გავაგოროთ 4. მაგრამ ნახეთ, აი ეს ძალიან ბევრი არის ახლა. აი ამდენი წერა არის კატასტროფა. ეხლა ფუნქციის მთავარი დანიშნულება ზუსტად ეგ არის, რომ აი ყველაფერი დუპლიკაცია ავერიდოთ თავიდან. ეხლა შეგვიძლია უბრალოდ ეგეთი რაღაც გავაკეთებინა. შეგვექმნა ახალი ფუნქცია roll dice. სადაც შემეძლო, რომ აი ეს ყველაფერი წავამეღო. ეს ყველაფერი წავამეღო. და აი ეს ჩამეწერა რამდენჯერმე აქ. ნახეთ, ერთხელ რო გავაგორე 6-იანი დაიწერა, კიდე გავაგორე 5-იანი, 3-იანი, 5-იანი, 2-იანი და ასე შემდეგ. ეხლა თუ მინდოდა მაგალითად რომ რამდენჯერმე გამეკეთებინა ეს, უბრალოდ 3-ჯერ დავწერდი და აი მართლა 5-იანი, 3-იანი, 5-იანი. ეგეთი რაღაცა მივიღე. ეხლა მოდი ჩვენი არგუმენტების პრინციპი რომელიც ქონდა, ეგენი გამოვიყენოთ. მოდი ეს იყოს A, ეს იყოს B. და აი ამ ადგილზე A და B მივუთითოთ. რომლებიც ასევე არის, ну, ინტიჯერები უნდა იყოს, ხო? მოდი ჩავწეროთ პირველზე მაგალითად 4-სა და 8-ს შორის, მეორეზე იყოს მაგალითად 2-სა და 6-ს შორის, აქ იყოს 10-სა და რა ვიცი, 100-ს შორის. კი, მე ჭირდება რომ რაღაცა მსგავსი დაის ქონდეს, მაგრამ მოდი შევამოწმოთ მაინც თუ მუშაობს. 4-იანი, 2-იანი და 22 მივიღეთ. ანუ ამ ყველაფრით, აი ძალიან პატარა რაღაცა მივიღეთ, ვიდრე აი ეს რო 3-ჯერ დაგვეწერა ცალ-ცალკე. აი ეს
მთავარი პრინციპი აქვს ფუნქციებს, რის გამოც შეიძლება გამოვიყენოთ ეს კონკრეტული. დღეისათვის სულ ეს არის, საკმაოდ მარტივი არის ეს, უბრალოდ ზოგადი პრინციპია, როგორ მოქმედებს ყველაფერი. იმედი მაქვს მოგეწონათ, თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში ან რა მაგალითები გინდათ რომ განვიხილო და შემიძლია შემოგთავაზოთ მომავალში. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს.